გასო ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 10 ბრალდებულიდან 2 დღესვე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატების განცხადებით განაჩენი სამართლიანია, თუმცა ამ განცხადებას თავად ბრალდებულების ახლობლები არ ეთანხმებიან. დანაშაულები ყავი დაკავებული. გამამართლა სასამართლო, მაგრამ დანარჩენები ვერ გაასამართლა, იმიტომ რომ არა სწორი განაჩენი გამოიტანენ ალბათ შემდგომში. 8 ჯერ იყო აყვანილი, არც ერთხელ არ ქონდა ნარკოტიკს, საერთოდ არ ხმარობდა ღმერთის წინაშე ვიფიცებ. 5 წელი მისთვის მისცეს, ფაქტურად ინვალიდის შვილი დამაკავეს ხელში. ხელმძღვანელობა დაეკარგა, 2 ჯერ ფსიქიატრიულში მოხვდა, დიაბეტიც დაემატა ციხეში. რატომ რა დაგიშავა ჩემმა ოჯახმა ეგეთი, ჩემმა შვილმა რა გააკეთა ასეთი? იყო რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი, პირადად ჩემს საქმეზე გიორგი რატიანი გამართლებული იქნა ქურდული სამყაროს წევრობის და ნარკოტიკების ფაქტთან დაკავშირებით, იარაღთან დაკავშირებით მიესაჯა 2 წელი, რამე თუ ჩხრეკის დროს დედა და დეიდა ხელს აწეს, რომ ჩემი შვილის არისო, მართალია შემდგომ ისინი განმარტავდნენ, რომ არც წაუკითხიათ ჩხრეკის ომში თუ დაწერეს და ისე მოაწერიეს ხელი, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაიზიარა. სამართლიანმა სასამართლომ შეძლო ცალსახად დაეფიქსირებია საზოგადოებისთვის აი ამ 9 თვიანი პროცესის შემდეგ, რომ საბოლოოდ 200 მოწმის წარმოადგენს ძალიან რთული და ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენთან მიმართებაში მე წარმოვადგენი დავით ხუხილავას ინტერესებს სასამართლომ ორივე ეპიზოდში მიიღო გამამართლებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს.